ბათუმიდან გურიაში სტიქია წვებს გადაუღებლად ლანჩხუთში ოზურგეთსა და ჩოხატაურში დატბორილია საცხოვრებელი სახლები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ყველაზე რთული ვითარებაა სოფლებში ნატანები და შემოქმედი, სადაც ადგილობრივების ევაკუაცია მიმდინარეობს. ბოლო კადრები და ინფორმაცია რეგიონიდან ნახეთ დეტალების სიუჟეტში. ძლიერი წვიმის გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში სამაშველო სამუშაოების დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მდგომარეობას ართულებს კალაპოტიდან გადმოსული მდინარე ბჟუჟა, რომელმაც ნახევარი სოფელი უკვე დატბორა. ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულია ათეულობით საცხოვრებელი სახლი და მთლიანად განადგურებული ზამთრის მოსავალი. რამდენიმე ოჯახი უკვე ევაკუირებულია სტიქიის ზონიდან. ყოველ გაწვიმებაზე ამ ფერდღეში ვართ, მოვარდება წყალი, ვის არ უთხარით, რა ფერ არ უთხარით, მაგრამ კაცი შვილი არ გვაქცევს ყურადღებას. ახლაც დოურეკეთ, მოდით მათქი და რა გიყოთო, მითხრენ და გეიარენ წევიდნენ. ხო და სანამ არ გავყვები ამ წყალს მანამდე მინდა მოხმარება. ძირითადი ზიანი მიადგა იმ მოსახლეობას, რომლებიც განთავსებულები არიან სწორედ ამ მდინარის სანაპიროებზე, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. სტიქიის გამო სოფელ შემოქმედში დილიდან ჩაიშალა სასწავლო პროცესი. ძლიერი წვიმა უკვე მეორედ გახდა მიზეზი სკოლის ევაკუაციის. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება სოფელში სწავლა. ამ დრომდე პარალიზებულია ოზურგეთის ცენტრი, გადაკეტილია მთავარი შესასვლელი. წყალდიდობის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებს ტრანსპორტი. უხინალექის შედეგად ოზურგეთში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ობიექტები, დაზიანდა ცენტრალური გზები, სანიაღვრე სისტემა კი წვიმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა. სტიქიის ზონაში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. გაივსო მთელი დარბაზი, შემოსასვლელი, ოთახი, ნამდვილად ცუდი მდგომარეობა, ჯებირებიდან შემოდის წყალი კიდე და არ იქნა ეს ამოტუმბვა უნდა და რომ ამოიტუმბოს. ჯებირიც არ არის გაკეთებული, რომ იქიდანაც შემოდის წყალი და კიდე რომ მოიმატოს. ცოტათი რომ მოიმატოს წყალს, გადაგვიოს. საშუალო რაღაცა მოვიდენოდა და მოძებნო, მე რომ შემეწოს, მე გავაკეთებდი. ვითარების გასაცნობა ოზურგეთში ადგილზე ჩავიდნენ მთავრობის წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები ინფორმაციას მოსახლეობისგან იღებენ. მათი ინფორმაციით ამ ეტაპზე რეგიონში გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად სპეციალური ტექნიკის მობილიზება ხდება. დაახლოებით მოსახლეობის 20%-ს აქვს დატბორილი ეზო და შესაბამისად პირველი სართულებიან სარდაფები. მიმდინარეობს ამოტუმბოები, დამატებით ტუმბოები და წყალმომარაგების კომპანია ჩვენი სამინისტროს საფუძვლად დაწესებულების თანამშრომლები მოდიან ადგილზე, დაეხმარებიან იმ რეგიონებიდან, სადაც შედარებით ნაკლები პრობლემებია და განმანათლება მოხდება ამ ეტაპზე გურიაში. დიდი რაოდენობით არის ძალიან დატბორილი ეზოები, ოჯახები, გადმოსული არხები, გადმოსული მდინარეები, ყველა მდინარე თითქმის გურიაში და დასავლეთ საქართველოში კრიტიკულ ზღვარზეა მისული. დღეს დღის განმავლობაში შენარჩუნდება ნალექი, ხვალდილიდან დაიწყებს შედარებით უფრო გამოდარებას და მდინარეების დონეების დაწევას. მაქსიმალურად ყველა შესაბამისი სტრუქტურა ჩართულია, მიმდინარეობს სამუშაოები. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ შტაბები, რომლებიც სტიქიის გამო საქართველოს რეგიონებში შეიქმნა. მთავრობა აცხადებს, რომ პირადად გააკონტროლებს იმ ზონებს, სადაც სტიქიის საფრთხეა. სპეციალისტები 24 საათიანი მორიგეობის რეჟიმზე არიან გადასულები. შავი ზღვის სანაპიროზე, სვანეთის გზაზე და დევდორაკის ხეობაში. ყველა რაიონში, ყველა რეგიონში შექმნილია ესე იგი საკოორდინაციო შტაბი, ასევე მობილიზებულია ყველა რაიონული სამსახური. გვაქვს რეზერვი, სიტუაციის გართულების შემთხვევაში ხდება რეზერვიდან, ასე ვთქვათ, გართულებული უბნების მიმართულებით ძალების და საშუალებების გადასროლა. ამჟამად გვაქვს ცალკეული გართულებები ძირითადად გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონში, ეს შეეხება ზოგ შემთხვევაში წყალმოვარდნებს, არის რამდენიმე მეწყრული კერა გააქტიურებული. რაოდენობის ზარალი მიადგა სტიქიის შედეგად გურიას ჯერჯერობით უცნობია. ზუსტი ოდენობა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შემთხვევის ადგილების აღწერა დაიწყება.